მოგესალმებით. დღეს ჩვენ განვიხილავთ მიკროკონტროლერ მიკრობიტს, რომელზე სამუშაო პლატფორმა არის Microsoft-ის ვებგვერდი, რომელიც ასე ვთქვათ, პროგრამირდება და მასზე ვმუშაობთ Make Code-ით. ამისთვის ჩვენ უნდა გადავიდეთ კოდინგის გვერდზე და აქედან დავიწყებთ უკვე მასზე დაპროგრამებას. თავდაპირველად სანამ დაპროგრამებას დავიწყებთ, მანამდე მოდი განვიხილოთ ეს თვითონ ვებგვერდი. აქ ახლა მე არ ვარ ავტორიზირებული, არ ვარ შესული ვებგვერდზე ჩემი აკაუნთით, რაც ნიშნავს, რომ ჩემს გაკეთებულ მასალებს არ დაიმახსოვრებს. აქ ამ ვებგვერდზე გვხვდება ძალიან ბევრი ვიდეო გაკვეთილები, როგორც ფიზიკურ მოწყობილობაზე, მიკრობიტზე, ასევე ვირტუალურ მოწყობილობებზეც, სხვადასხვა მიმართულებით არის ეს თამაშებიც არის შექმნილი და ასე. ანუ ყველა ის შესაძლებლობა ნაჩვენები, რაც მიკროკონტროლერს გააჩნია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თითოეულს გაეცნოთ, მაგრამ მოდით ჩვენ ჯერ დავიწყოთ შიდა გარემოს გაცნობით და დავიწყოთ ესე თქვათ, აი პირველი პროექტით, ანუ ცარიელი პროექტით. ამ შემთხვევაში ნახეთ, შეგიძლიათ პროექტს, როდესაც სახელს დაარქმევთ, აირჩიოთ რითი დააპროგრამოთ და ჩვენ განვიხილოთ ბლოკებით პროგრამირება, ვიზუალური პროგრამირების მხარე. და შიდა ინტერფეისიც გაიხსნება, აქ ხვდებით ჩვენ მიკრობიტს, რომელიც გამოიყურება ასე, რა თქმა უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ფიზიკური მოწყობილობა და აქ უბრალოდ ნაჩვენებია ვირტუალურად, რადგან სიმულაციები გავაკეთოთ და დავაპროგრამოთ. დაწერილი პროგრამის გადატანა, ანუ ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ფაილის სახით და ისე გადატანა მიკრობიტში ფიზიკურ მოწყობილობაში, ასევე შესაძლებელია აქედანვე დაკავშირება და მიწოდება ჩვენი მიკროკონტროლერისთვის. აქვე განვიხილოთ, დაპროგრამება ბლოკების გარდა შესაძლებელია როგორც Python-ის ენაზე, ასევე JavaScript-ზე, შეგვიძლია გადავთოთ JavaScript-ზე და აქვე Python-ის ენაზე. მაგრამ ჩვენ განვიხილავთ ბლოკურ პროგრამირებას და ჩვენი გარკვეული გაკვეთილების რაოდენობა შეეხება ბლოკურ პროგრამირებას. დავიწყოთ თვითონ მიკრობიტის გაცნობით, მას აქვს 25 ესეთი LED ნატურა. ეს არის ჩვენი მიკრობიტის ლოგოა. ეს LED ნატურებზე სხვადასხვა ტექსტების, ასოების, ციფრების გამოჩენა, გამოსახულებების გამოჩენა შეგვიძლია გამოსახვა. აქვს ორი ღილაკი, A და B, ასე ვთქვათ, ჯოისტიკის ღილაკები და აქვს ასეთი 5 პინი. თუმცა ეს 5 პინი არ არის, აქ დამატებით ეს პინები არის შიგნით როგორც აი ხედავთ. რა ხდება ახლა? ანუ ნახეთ, GND ეს არის ფიზიკურ მოწყობილობაზე ground პინი, ჩვენ მას ხშირად მინუსის სახით ვიყენებთ. ეს არის 3 ვოლტი, 3.3 ვოლტიანი, ანუ პლუს პინი. ხდება ორიანი, ეს არის ანალოგური პინი, ინფუთი, ერთიანი, ესეც ანალოგ პინი, ინფუთი და ნულიანი ანალოგ პინი, ინფუთი. ხდებით აქ დამატებით პინებს, რომლებიც არის ესე ვთქვათ, LED-ების მაკონტროლებელი პინები. და თვითონს ჩვენ შემდგომ უკვე ფუნქციონალურად, როცა განვიხილავთ და დავაპროგრამებთ, ნახავთ რა შეიძლება გავაკეთოთ მიკრობიტზე. გადავიდეთ ახლა დაპროგრამებაზე და თვითონ ღილაკების გაცნობაზეც. თავდაპირველად აი აქ ჩვენ როდესაც თუნდაც აი თავიდან ჩავტვირთავ, მოდით ჩავტვირთო. ასე. შემოვიტანოთ შეგვიძლია ჩვენ აი გვაქვს ასეთი რამ სტარტი და forever ბლოკები. სტარტ ბლოკი მოდი ვცადოთ ორივე რას აკეთებს და ნახოთ რა განსხვავება მათ შორის. ორივე ბლოკის გამოყენება არ გვჭირდება. დამატებით სხვა ბლოკებიც გვაქვს, რაც გვაძლევს საშუალებას ავამუშავოთ ჩვენ მე დაწერილი კოდი. მოდით დავიწყოთ ძირითად basic განყოფილებაში რა გვხდება და გამოვიყენოთ ესეთი LED-ების დასაპროგრამებელი ბლოკი. აქ შეგვიძლია ჩვენ დავაჭიროთ კონკრეტულ აი ეს მოვნიშნოთ და გამოვსახოთ აი ეს გამოსახულება, აი ხედავთ გამოისახა. ანუ start ბლოკი ნიშნავს იმას, რომ ჩართვისთანავე ეს გამოისახება. მაგრამ მოდი გადავიტანოთ ახლა forever-ში. დავაჭიროთ და forever-ი მუდმივად მას გამოსახავს. ანუ ჩართვისთანავე რა თქმა უნდა ახლა ეს ჩაირთო და მხოლოდ ეს გამოსახულება გვაქვს. თუმცა ეს start ბლოკი ჩართვისთანავე განახორციელებს მის ქვეშ არსებულ, ვთქვათ,
დაწერილ ბრძანებებს, ხოლო შემდგომ უკვე გადავა ფორევაში, რაც გვეწერა. ეხლა ჩვენ ეს არც ერთი არ გვჭირდება, მოდით ის გადავაგდოთ და ღილაკებზე გამოვიყენოთ. ღილაკები როგორ დავაპროგრამოთ? ნახეთ, გვაქვს ასეთი რამ on button A ღილაკი, შეგვიძლია ასეთ მივაახლოვოთ, ახლოს მოვიტანოთ, დავაშოროთ. ანდო და რედოც გვაქვს ესეთი ღილაკები და გამოვიტანოთ ასეთი icon. ნახეთ, ეს ცოტა კიდევ დავაპატარავებ. აქ ეს არის გული გამოსახული, რომ გავუშვათ. არაფერი არ მოხდება, იმიტომ რომ A ღილაკს უნდა დავაჭიროთ. დავაჭერეთ A ღილაკს და გამოვიდა გული. და აქ რა თქმა უნდა შეგვიძლია ჩვენ ავირჩიოთ ასეთი სხვადასხვა გამოსახულებები. უკვე გაკეთებულია, მაგალითად ეს გამოსახულება. დავაჭიროთ გაშვებას და ნახეთ ასეთი გამოსახულება მივიღეთ. რა თქმა უნდა შესაძლებელია ასევე მეორე ღილაკი, B ღილაკის გამოყენება, სადაც ასევე შეგვიძლია შემოვიტანოთ მაგალითად აქ ჩვენ გამოვსახოთ თქვათ კვადრატი და აქეთ გამოვსახოთ მართკუთხა სამკუთხა. აი, როდესაც გაშვებას დავაჭერთ, A ღილაკს დავაჭერთ, გამოისახა კვადრატი, B ღილაკს დავაჭერთ, გამოისახა მართკუთხა სამკუთხედი. სულ ეს იყო ეს მარტივი საწყისი პირველი შეხება მიკრობიტთან. მიკრობიტი, ასე თქვათ, როგორც თავიდან ვახსენეთ, მიკროკონტროლერია, მას გარკვეული ოპერატიული მეხსიერება აქვს და იგი არ არის მიკროკომპიუტერი და მასში არ უნდა აგვერიოს. ანუ იგი ასრულებს ჩვენს მიერ დაწერილ ბრძანებებს. შემდეგ შეხვედრაზე უკვე ჩვენ განვიხილავთ შემდეგ ვიდეოებში სხვადასხვა ფუნქციებს, აქ ხედავთ ძალიან ბევრია. აქვს კიდევ დამატებითი, მას სენსორებიც აქვს, შეიძლება მასზე სენსორების დაერთებაც ჩაშენებულია სხვადასხვა ფუნქციონალიც. და ასევე ავამუშავებთ ჩვენაი დამატებით აი ამ პინებსაც, რომელიც აქ გვხვდება ჩვენ.